ქართულ ავიაციას განვითარების ისეთივე დიდი და წარმატებული ისტორია აქვს, როგორც მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ავიაციას. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ავიატორები პირველ ნაბიჯებს დგამდნენ, საზოგადოება მათ ეჭვის თვალით უყურებდა და ავანტიურისტებად მიაჩნდა. 1909 წელს ქართველი მფრინავი ბესარიონ ქებურია საკუთარი ტექნოლოგიით თვითმფრინავს აგებს და ცდებს საბურთალოს მინდვრებზე ატარებს. მან აფრენა მესამე ცდაზე მოახერხა და პირველად თბილისის ცაზე საფრენი აპარატი მონოპოლი გამოჩნდა. დაიწყო თვითონ აწყობა. აუც როგორ მოახერხა ეს ნახაზების ადიპოვა, თვითონ მოიგონა თუ რა ხდებოდა. და მე საუკეთესო დასაწყისში სადღაც 1906 თუ არ ვცდები თუ 7 წელს. სადა პირველი გაფრენა რა. ეს იყო საბურთალოს მინდვრები. პირველად ვერ აფრინდა, მეორეჯერ ვერ აფრინდა. მესამეჯერ აფრინდა და დაეჯახა სხვათა შორის. კიში თბილისში შემოუფრინა. და იყო ვანქი. მაშინ იქიდგა ეს ტაძარი უზარმაზარი, რომელსაც ეგრე დამთავრდა. სწორედ ეს დაედო საფუძვლად ყველა შეგელაიას ფილმს შერეკილებს. იმიტომ რომ ისტორია აბსოლუტურად რას მინდა ხაზი გაუსვო, საშინლად რომანტიკოსები არიან. იყვნენ ეგენი ყველანი. და რა თქმა უნდა, იქაც არ მიათხოვეს ეს გოგო, ნუ იყო შეყვარებული, იყო რაღაცა, ნუ მთელი ტრაგედიები, ერქვა კესარია იმ გალბატონს და ნუ ეხლა რა მოხდა მე რომ უკვე წავიდა საფრანგეთში მოახერხა და მაშინ სვათ კაც ქონდა დამთავრებული 16 კაც დაახლოებით ეს სკოლა, რომელიც ბლერიოს დაარსებული იყო. და იქ ისეთი მონაცემებია ჩვენა, რომ აი პირდაპირ საფრანგეთის პრეზიდენტს წარუდგინეს როგორც ყველაზე მაგარი და რა ვიცი ძალიან ისე ძლიერო რომ ჩამოსული იყო სადღაც საქართველოსდან მაშინ. და ეხლა მისი მიღწევები რა იყო? ნუ აი მაშინ ბიპლანები იყო, მაგ მონოპლანებზე მუშაობდა. ეხლა ეს იყო ფაქტობრივად ოფთიანი ის იყო, როგორც თქვენზე იდომერეს გადავიდა და გააკეთა პირველი მონოპლანი. ამასობაში კიდე ხდება უდიდესი ჩვენი თანამემამულე, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობდა, ეს იყო ალექსანდრე ქართველიშვილი, ცნობილი იყო როგორც ალექსანდრე ქართველი, რომელიც წავიდა სპეციალურად გაუშვეს იგივე ბლერიოს სკოლაში, მაშინ სამ გასაბჭოება მოხდებოდა. თვითონ სხვათა შორის დაიმტრა, ვეღარ დაფრინავდა და აი უნიკალური ის ნიჭი გამოავლინა ავიაკონსტრუქციის. ისე რომ 1924 წელს მისმა თვითმფრინავმა დაამყარა პირველი მსოფლიო რეკორდი უკვე სისწრაფის გადალახვაში. 8 წლამდე დიდი იყო ამერიკის სამხედრო ავიაციის საერთოდ არსებულ საფუძემდებლად შეიძლება ჩაითვალოს დისევერსკისთან ერთად, დისევერსკიც აგრეთვე თბილისელი გახდათ. ეს არის ყველაზე დიდი უცნაური, ეს ამხელა კორპორაცია ხო, რომელიც არსებობდა, რომელიც შექმნა რეპუბლიკა და დაიწყო ეს წარმოება უკვე თვითმფრინავების, რომელიც აი დღემდე ლეგენდებად არის ქცეული F-ების ფუძემდებლები, რომელიც ეხა A10 სანდერბოლტები დღესაც კი იღებს მონაწილეობას, საერთოდ ავღანეთში, ერაყში ყველა კომპანიაში იღებენ მონაწილეობას, იუგოსლავიაში ყველგან. ეს არის 1977 წელს გაკეთებული თვითმფრინავი. ეს ამას ძალიან მნიშვნელობა, რომ უცვლელია. ჩვენ მოვედით საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები გადიან ფრენის თეორიულ კურსებს. საქართველოში საავიაციო უნივერსიტეტი 90-იან წლებში დაარსდა. დღეს აქ მომავალ მფრინავებს, ავიაინჟინრებს ზრდიან. გასულ საუკუნესთან შედარებით მსურველთა რაოდენობა გაცილებით გაიზარდა. ქართული ავიაცია, როგორც მთლიანად მსოფლიო ავიაცია, დღევანდელი თავისი პრინციპებით არანაირად არ განსხვავდება ავიაციის დასაწყისისათვის და დაარსების პერიოდისათვის არსებულ პრინციპებისგან. თუმცა აერო ხომალდის შექმნის ძირითადი პრინციპები, ანუ მე ხომალდის მშენებლობაზე და კონსტრუქციაზე მაქვს საუბარი, ასევე საავიაციო კადრების მომზადება. რამდენადაც ვითარდება ავიაცია და საავიაციო ტექნიკა, ასევე ვითარდება და სახეს იცვლის საავიაციო სწავლება, საავიაციო სპეციალისტების მომზადება. საქართველოს ავიაციო უნივერსიტეტი სხვა საავიაციო კადრებთან ერთად ამზადებს პილოტებსაც. პილოტების მომზადება ძირითადად იყოფა ორ ეტაპად. ეს არის პირველი ეტაპი თეორიული მომზადება და შემდგომ გადადიან უკვე საფრენოსნო მომზადებაზე. საფრენოსნო მომზადება ეს არის უკვე საჰაერო ხომალდზე უშუალოდ ფრენა ინსტრუქტორთან ერთად და აუცილებლად ამ პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებელი ფრენები სტუდენტებს. შემდგომ რასაკვირველია უკვე როდესაც პროფესიონალ პილოტებად ყალიბდებიან, გაივლიან ამ სასწავლო პრაქტიკას, მერე უკვე ხდება გადამზადება სამგზავრო ლაინერებზე, ეს იქნება Boeing-ი, Airbus-ი, CRJ თუ ასე, სხვადასხვა ტიპის ფრინავებზე.
დიდი ბედია თელავის საფრენ ბაზაზე მიემგზავრება. მოვედით ავიაციის უნივერსიტეტის საფრენოსნო ბაზაზე, სადაც სტუდენტები გადიან პრაქტიკულ დავალებებს და სწავლობენ ფრენას. სტუდენტები კვალიფიციური ავიაინსტრუქტორის დახმარებით დიდ ავიაციაში პირველ ნაბიჯებს დგამენ და იმუნარებს იძენენ, რაც ყველა მფრინავისთვის აუცილებელია. ზოგადად ჯერ მფრინავმა პირველი ის უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯანმრთელი ცხოვრების ეს უნდა იცხოვროს და ჯანმრთელი უნდა იყოს. და შემდეგ უკვე თეორიული მომზადება უნდა ქონდეს ძალიან ძლიერი. თეორიაც, რა თქმა უნდა, შეთვისებით პრაქტიკასთან ძალიან დაჭირდება. ისე რომ ერთმანეთის გარეშე არც თეორია არ ვარგა და არც პრაქტიკა. ორივეში უნდა იყოს ძლიერი და საკმაოდ მომზადებული. თუ უნდა რომ, რა თქმა უნდა, ძლიერი მფრინავი გახდეს. რა თქმა უნდა, სიმაღლეს არ უნდა ეშინოდეს. და შემდეგ მეტი უკვე მასწავლებელთან ერთად ყველაფერს აითვისებს. ის გამოუმუშავდება სწრაფი რეაქციებით, რამოდენიმე საქმის ერთდროულად კეთება და ყურადღების განაწილება. თვისებით, რომ ადამიანი აარჩიო და თქვა, რომ აი შეფრინავი გამოხვალ შენ ვერა, მასე არ ხდება. ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს ფრინავი, თუ მონდომება აქვს საკმარისი. რისკიანი პროფესია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უკვე ჰაერში ხარ და მარტო შენ თავზე ხარ დამოკიდებული შენს მაგივრად, თუ ღმერთმა არ ქნას რაღაც მოხდება, არავინ და ვერამი არ გააკეთებს. მით უმეტეს სასწავლო თვითმფრინავზე ეს პატარა ავიაციაა და აქ უფრო მეტია მფრინავზე დამოკიდებული და უფრო ნაკლებ შეცდომებს პატიმრობს თვითმფრინავი, ვიდრე დიდ ავიაციაში. პირველი ვალდებულება არის ინსტრუქტორის და ზოგადად ხომალდის მეთაურის ის, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ გვერდში მდგომი გადაარჩინოს. ცხოვრებაში პირველად გადაწყვეტე გავისკო და გავფრინდე ფრენის წესებს ამიხსნის მფრინავი ინსტრუქტორი და იმედი მაქვს ყველაფერი გამომივა და სწორად გავაკეთებ. პირველი რაც ვაკეთებ, უნდა შემოვუაროს საერთოდ ფრინავმა თვითმფრინავს და თვითონაც ტექნიკი აკეთებს მაგას ინჟინერიც. მაგრამ მაინც თვითონაც რომ დარწმუნდეს, რომ თვითმფრინავს არაფერი არ ჭირს. ყველაზე მთავარი არის შენი სიჩქარე. რადიოთიც უნდა უსმინო და მარტო შენ არ ხარ ჰაერში. სხვა ბორტებიც გამოდიან, ისინი საუბრობენ და უნდა გაითვალისწინო, ვინ სად არის, რა კურსით მოძრაობს, რა სიმაღლე აქვს. გავრისკოთ მაშინ და გავფრინდეთ. გავვრისკოთ.